დავიწყებ იმით, რომ თავისუფლებას უსურვებ ძალიან მალე ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ოდელავას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს მათთან ერთად. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ხო, ცოტა სასაცილოა ზოგადად ის ეგრეთ წოდებული ბრალდება, რომელიც წარედგინა ამ შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილს სხვა ყველა ბრალდებასთან ერთად, რომელიც აქამდე გვინახავს. უბრალოდ აქ სასაცილოა, იმიტომ რომ სინამდვილეში ადამიანი ფორმალურად დააკავეს პოლიტიკოსი პოლიტიკური დაპირების გაცემის გამო. და თუ ამ საფუძვლით უნდა დაეკავებინათ ლევან ხაბეიშვილი, მაშინ ბიძინა ივანიშვილს არ ვიცი, ალბათ სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის, იმიტომ რომ არ სოლარიუმებიდან დაწყებული, უფასო ფულით დამთავრებული ყველაფერს პირდებოდა ადამიანებს და სხვა შორის არა ბიუჯეტიდან. თუ დანაშაულზე მიდგება და შესაძლო ქრთამის მიცემაზე და ქრთამის დაპირებაზე, მე შეგახსენებთ 2018 ან 2020 წელი იყო, როდესაც 600,000-მდე ადამიანს საბანკო სესხები პირადი ჯიბიდან ჩამოუწერეს წინასაარჩევნო ხმების სანაცვლოდ. თუ რამე იყო ქრთამი, შეიძლება ეს დაკვალიფიცირდეს როგორც უკვე ქრთამის მიცემა და ამ დანაშაულის აღსრულება ზოგადად და არა ის, რომ პოლიტიკოსმა გასცეს საჯარო დაპირება ძალაუფლების, ეს ვთქვათ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიუჯეტიდან ის რა პროგრამებში და რა პროექტებში დახარჯავს იმ ბიუჯეტს იმ დოზით, რა დოზითაც მაგალითად ხალხი მიანიჭებს ნდობას, ხო? მე თუ ხალხი მაინტერესებს ნდობა, შესაბამისად ჩემი დაპირებაც უნდა აღვაწრო და მსგავსი ტიპის დაპირება იყო, ხო, სინამდვილეში. სხვა არაფერთან არ გქონია საქმე. საბოლოო ჯამში სამართლებრივი ხო, იურისტების განმარტავენ, თავაზებასაც რაღაც კონკრეტული მიზანი სინამდვილეში არც კონტაქტი შემდგარ, არაფერი იყო საჯაროდ გაკეთებული დაპირება პოლიტიკოსის მიერ და ამის გამო ის არის დაკავებული. სინამდვილეში რაც ამის უკან იმალება, არის ფართო სურათი თუ შევხედავთ 2 წლის წინ სუსის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც მათ პოლონეთი და უკრაინა ღიად დაადანაშაულეს იმაში, რომ ისინი თითქოს რაღაც სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ იმისთვის, რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალება მოეწყოთ და აი ამ ხაზის გაგრძელება თუ დავაკვირდებით, ხო? რატო? და აქაც თუ გავიხსენებთ, რამდენად აბსურდულია, ყველა არჩევნების წინ იყო ეგრეთ წოდებული საბურავების საქმეები და ახლა გადავიდით უკვე ასაფეთქებელ მოწყობილობებამდე. ხო, მაგრამ ეს არჩევნები არის იმ ტიპის პრობლემა ქართული ოცნებისთვის, ქართული ოცნებისთვის პრობლემა, ქართული ოცნებისთვის ეს არჩევნები ჩემი აზრით საერთოდ არ არის პრობლემა, ქართული ოცნებისთვის პრობლემაა ზოგადად ის ვითარება, რაც ქვეყანაში არის შექმნილი წინააღმდეგობის მოძრაობიდან გამომდინარე, იმ არაღიარების პოლიტიკიდან გამომდინარე და იმ საპარლამენტო და საკონსტიტუციო კრიზისიდან გამომდინარე და საბოლოო ჯამში ძალაუფლების კრიზისიდან გამომდინარე, რაც მათ აქვთ. სწორედ ამისთვის ჭირდებათ, იმისთვის, რომ როგორმე ვითარების ნორმალიზება მოახდინონ და პროტესტი, რომელიც სხვათა შორის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც ბევრს მინავლებული და რაღაცა უკვე დასასრულისკენ წასული ეგონა, სინამდვილეში ამის გაჩერებისკენ არის მიმართული. რატო? იმიტომ რომ ადამიანების მოუშიშებელ ჭრილობებზე ომთან, სამოქალაქო დაპირისპირებასთან და სამხედრო გადატრიალებასთან რისი სამწუხარო და მწარე გამოცდილება ჩვენს სამშობლოს აქვს, ამაზე ითამაშონ. ხო, უკრაინაში ომია, რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომია და აქედან გამომდინარე სურთ რომ ეს სურათი ააწყონო, თითქოს აქ რაღაცა ბომბებით და დინამიტებით სურთ წინააღმდეგობრივ მოძრაობაზე გკითხავთ, უბრალოდ ამაზე ერთი კითხვა ასევე მაქვს. ყოველთვის არის მიიჩნევა ასე, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ტემპერატურის აწევა რაღაც დაძაბულობის შექმნა პირიქით მას აწყობს, მინიმუმ იმიტომ რომ ყურადღებას მთლიანად ვუთმობთ ასეთ თემებს და ასეთ ხმაურიან საკითხებს. თუმცა ამ პერიოდში იყო ასეთი განცდა, რომ ქართული ოცნება ცდილობდა პროცესის ნორმალიზებას, რომ არჩევნებში ახლა მონაწილეების და არ მონაწილეების სახით არის ისეთი ვითარება, რაც ალბათ ყველაზე მეტად მას აწყობს, ოპოზიცია გაყოფილია. და შესაბამისად აი ეუთო მოიწვია, შემდგომ ისევე ეუთოს დააბრალა მათი ვერჩამოსვლა. ანუ პროცესი ისე მიდის, რომ თითქოს ქართული ოცნება იმუნიტეტსაც იქმნიდა ამ მოვლენების მის მიმართ პროტესტის მიმართ. აი რა გაუჭირდა ასეთი, რომ დღეს ამდენად დაძაბა ეს სინამდვილეში რეჟიმი, ხო, პირველი მე დავიწყებ იმით, რომ სინამდვილეში ცხადია ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის გამოხატულება იმ შიდა პარტიული და პოლიტიკური კრიზისისა, რაც გააჩნია ზოგადად ოცნებას განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ და ეს ყველაფერი დაიწყო მათ შორის რუსული კანონის პირველად ინიციირების დროს და დიდი განდინება დაიწყო მათი გუნდიდან და ხო, ჩვენ ხედავთ, ხო, მათი ერთ-ერთი მთავარი სახე ვინც იყო ჯუანშერ ბურჭულაძე 12 წელი ემუქრება პატიმრობა. ესეც მათ შორის არის მდგენელი და ამის ნორმალიზება სჭირდებათ. მათ სჭირდებათ იმის ნორმალიზება, რომ სინამდვილეში გუნდი არის დაცული, იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნების წევრობა, ანუ რეჟიმის წევრობა საბოლოო ჯამში ჯდება ფასი. ეს ფასი რომ ეს თქვა შეამცირონ და გუნდში ესე შიდა რყევები მინიმალიზებამდე მიიყვანონ და იქიდან ინფორმაციების გამოჟონვა და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში ყველა მსგავსი ტიპის რეჟიმების დასასრულის დასაწყისად შეიძლება მოიხსენიოთ ისტორიულ კონტექსტში. თუ შევხედავთ, ამის შესაკავებლად ჭირდებათ, რომ ხო, ისინი დაიჭერენ ყველას, ამის ჩვენება ჭირდებათ, მათ შორის მათ ყოფილ გუნდელებს, რომლებზეც საუბრობდნენ, მაგალითად ბექა ოდიშარი ამბობდა ჯუანშერ ბურჭულაძე რითიც მოვიდა, იმით წავიდაო. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე რითიც მოვიდა, იმით კი არ წასულა, არამედ აგერ 12 წელი
შემოქრება კორუფციული ბრალდების გამო და ეგეც არ აკმარეს და მათ შორის ოჯახის წევრებიც კი პროპაგანდისტულად მოიხსენიეს. ხო, ანუ ეს სინამდვილეში უნდა იყოს ნიშანი ქართული ოცნების არათუ უბრალოდ მხარდამჭერებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვიზეც დგას დღეს რეჟიმი, რომ მათაც, როგორც გიორგი გახარიას, რომელიც დღეს გერმანიიდან იბრიქება და გულზე მჯიღისცემით გველაპარაკება აქ დარჩენილ ადამიანებს და პოლიტიკური პატიმრებისთვის მისი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე უჭირს ან არ სურს, რა ვიცი, სოლიდარობის და მინიმუმ მხარდამჭერის გამოხატვა, ხო, სინამდვილეში ეს უნდა იყოს ნიშანი მათთვის, რომ რაღაცას რეჟიმი თავისთვის ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გაგაკეთებინებს და საბოლოო ჯამში ან ემიგრაციაში მოგიწევს გაქცევა გიორგი გახარიასავით, ან ჯუმანშრე ბურჭულაძესავით იქნები დაკავებული. ამ კრიზისის გამოხატულება და ამ კრიზისის ნორმალიზება სურს. რაც ეხება დღევანდელ აქციას, ეს ეხება კონკრეტულ საკითხს, ვიზა ლიბერალიზაციას. არ ეხება ვიზა ლიბერალიზაციას, განგვიმარტეთ მაშინ რა სასათქმელი ექნება დღეს. ხო, პირველ რიგში რაც უნდა გვახსოვდეს, უვიზო მიმოსვლა ვერ იქნება შენარჩუნებული და ვერ სხვა დასავლური სიკეთეები, მანამ სანამ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს კრიმინალური მეთოდებით მიტაცებული აქვს ძალაუფლება. სინამდვილეში უვიზო მიმოსვლა, სხვა დასავლური სიკეთეები იქნება ეს ბიზნესის მარტივად წარმოება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შემთხვევაში გადახედვის საშიშროების წინაშე დადგება და ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა ბიზნეს სექტორიდან. სინამდვილეში უვიზო მიმოსვლა, ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია თუ ჩვენ აქ რეჟიმს ეს თუ აქ ბიძინა ივანიშვილის საბოლოო ჯამში ძალაუფლება შეინარჩუნებს. ამიტომ მე მჯერა რომ იქნება ეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული, იქნება ეს არც სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დასავლეთთან მიმართებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ყველა მსგავსი გამოსვლა, ყველა მსგავსი წინააღმდეგობის მოძრაობის კომპონენტი თუ რაც განსაკუთრებულად დაკიდებული თარიღები კონკრეტული თემით და სახელწოდებით, ყველაფერი ეს უკავშირდება რეჟიმის დემონტაჟს, წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერებას და გაგრძელებას, იმიტომ რომ თუ რამე მათ ასუსტებთ, დღეს არის ქუჩაში მდგომი ერთად რამდენიმე 1000, დათეულობით 1000 ადამიანი. ამ წერტილამდე უნდა მივიდეთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ვერც უვიზო მიმოსვლას, ვერც ევროკავშირში ინტეგრაციას, ვერც მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ვერც საბოლოო ჯამში ნატოში ინტეგრაციას, რაც ეს 4 კომპონენტი, რაც საბოლოო ჯამში არის, ჩემი თქვენი და საქართველოს თითოეული მოქალაქის ბედნიერების უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობის და ბედნიერებისკენ სწრაფის უფლების დაბრუნების გარანტორი გარანტია ვერ მივიღებთ, მანამ სანამ ივანიშვილს აქვს ძალაუფლება მიტაცებული. ამ აქციის დაანონსება მოხდა 8 ოპოზიციური პარტიის მიერ. ეს არის ჩვენ როცა ვკითხულობდით წინააღმდეგობრივ მოძრაობაში ისინი, ვინც არ შედიხართ პარლამენტში, უпроსტად არჩევნებში, რა გეგმა გაქვთ? ეს არის დღევანდელი საპროტესტო აქცია მასშტაბური და გაგრძელდება სავარაუდოდ შემოწმებაზე ასეთი აქციები. ანუ მე როგორც ვიგებ, ეს არის ბრძოლის ნაწილი, უბრალოდ დღეს მასშტაბური სახე ექნება მას უფრო მეტად და არა კონკრეტულად უვიზო მიმოსვლაზე, ასე ვთქვათ. კი, ცხადია, როგორც ვახსენე, უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებაც დაკავშირებულია საბოლოო ჯამში ივანიშვილის დამარცხებასთან. ძნელმა შემთხვევაში დავუკარგავთ როგორც სხვა ყველა სიკეთეს, ჩვენაც უნდა ვიცოდეთ, იქნება ეს 13-ში, 27-ში, 4-ში, თუ სხვა დღეებში ყოველ დღე 4-ის შემდეგ თუ ამის საჭიროება დადგება და როცა არ უნდა იყოს, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, გამარჯვებამდე, იმიტომ რომ სინამდვილეში დღეს ჩვენი სამშობლო დგას ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ევროინტეგრაციაზე და ნატოში გაწევრიანებაზე. ჩვენ დღეს ვიბრძვით იმისთვის, რომ უბრალოდ მე და თქვენ წლების შემდეგ მოვახერხოთ და ვისაუბროთ ქართულ ენაზე, ცოტა ისე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვატყობთ, ხო, რეგიონიდან რუსეთი უკვე თავიდან ბოლომდე განდევნილია და სამხრეთ კავკასიის რეგიონი იმისთვის რომ შეიკრას როგორც ანტირუსული ერთგვარი კოალიცია და საბოლოო ჯამში აღმოჩნდეს ამერიკის შეერთებული შტატების და ცივილიზებული სამყაროს თავარი პარტნიორი და დასაყრდნელი, ეს მოახერხეს სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც, რუსეთმა დაკარგა მისი საყრდნები და ერთადერთ საყრდნად ევლინება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს. ჩვენ ხედავთ, ხო, ნახეთ მათ შორის ირანში ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ნახეთ რეალურად რა ხდება ფრონტის ხაზზე უკრაინაში და მათ შორის დამოკიდებულებები უკვე ტრამპთან დაკავშირებითაც. რაც უნდა ვიცოდეთ, დიდ გლობალურ თამაში ვართ, სადაც საკითხი დგას შემდეგნაირად. საქართველო იქნება შემდგარი სახელმწიფო, რომელიც მის მეზობლებთან ერთად შეძლებს, რომ თავი დააღწიოს ერთხელ და სამუდამოდ ერთგვარ რუსულ მარწუხებს და მიიღოს განვითარების მშვიდობის, რეალური მშვიდობის და სტაბილურობის გარანტიები, თუ ის დარჩეს ერთადერთი რუსეთის უკანაეზო ამ რეგიონში.